მზისფერ თმიანი კესანი. ერთ დილით მზემ თავი შეუძლოდ იგრძნო და ღონდა. ცის გუმბათის საათი ალიონს უჩვენებდა, მაგრამ მას ძალა არ შესწევდა და სუსტად უგზავნიდა მზის ხივთან ათებას დედამიწას. დედამიწაზე სიბნელეს უფევდა. სადღაც ყევდნენ ძაღლები, ყიოდნენ მამლები და რეკდნენ მაღვიძარები. სიბნელეში დაბნეული ადამიანები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გზას ვერ იკვლევდნენ. მაღვიძარამ დარეკა კესანეს ოთახშიც. 4 წლის კესანემ გაახილა თვალები და მისმა ოქროსფერმა თმებმა გაანათა ოთახის 4-ვე კუთხე. მარტე წამოხდა გოგონა, მოწესრიგდა. დღეს ხომ ბაღში უნდა წავიდეს, რა ლამაზი სიზვარი ნახა. უნდა მოუყვეს თავის მეგობრებს და თან ახალი სათამაშოც გააცნოს. კესანემ სახლის კარი გააღო და ოი საკვირველებო, გარეთ ისევ ბნელა, არის ხმაური, ჩოჩქოლი და დიდი აურსაური. ამბობენ მზე გაცივდა, მზე სადღაც დაკარგულა, მოესმა გოგონას სიბნელეში გაბნეული ხმები. მზე გაცივდა, მერე თაია, თაიას ხომ შეეშიდება სიბნელეში, დედა და მამა. იქნებ წავიდნენ სამსახურში უკვე და გზას ვერ იკვლევენ, დაიწყო ნერვიულობა გოგონამ. მართლაც დედა და მამა უკვე წასულიყვნენ. თაიას კი ტკბილად ეძინა თავის ვარდისფერ საწოლში. ჩემო დაიკო, ფრთხილად მოეფერა კესანე თაიას. შუბლზე აკოცა და სახლის კარი ჯუმად გამოიხურა. გარეთ გამოვიდა თუ არა, ხალხი მას ოვაციებით შეხვდა. კესანე ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თმები, შენი თმები მზესავით ანათებს, კვლავ შემოესმა ხმები და ახლა უკვე კარგად გაარჩია მოლაპარაკეთა სახეები. ჩემი თმები ანათებს? აი რატომ მიმღეროდა და მეფერებოდა ბებო, მზისფერი თმები გაქვსო? მე მართლაც მზისფერი თმები მაქვს. ჩემი თმები ანათებს, ამიტომ შევძლებ მზეს დავეხმარო, თქვა გოგონამ და გზას დაადგა. მიდიოდა გოგონა, ყველგან სინათლე და იმედი შეჰქონდა. გზად დაბურული ტყის გავლა მოუწია. ბედად მას ირემი შეხვდა, რომელმაც დახმარება შესთავაზა. შეისვა ზურგზე, გადაუქრულა 9 მთას, 7 ზღვას, 6 ოკეანეს, 7 ფენაღრუბელთა ქარავანს და მიადგა მზის სამყოფელს. ირემი მზის კოშკთან დატოვა, თვითონ კი ახლა მზეს, რომელიც ისევ ტახტზე იწვა და ფერი დაჰკარგოდა. რიჩემი ძლია დაგეხმაროთ, კითხა კესანემ მზეს. მოხვედი ჩემო გოგონა, როგორ გელოდი, შენი დახმარება მართლაც მჭირდება, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეძლებ. ჩემი მშობლები ადამიანები, ბავშვები გარეთ არიან, გზას ვერ იკვლევენ. მალე თაიაც გაიღვიძებს და სიბნელი შეეშინდება. მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. ოღონდ ისევ ანათე და გაგვათბე. ყველაფერს? ხო, ყველა. ჩემი გადარჩენა მხოლოდ შენს ოქროსფერ თმებს შეუძლია. უნდა მოიჭრა თმები და ყოველ ჩემს სხივს ზედ დაჰფინო. სხივები ნელ-ნელა დაიწყებენ კაშკაშს, გამოცოცხლდებიან და მეც სითბოდა ნათება დამიბრუნდება. თმები, ჩემი მზისფერი თმები, მერე ბებო როგორ მიმღერებს, მაგრამ თაია, დედა და მამა, მე ხომ ადამიანებს დახმარებას დავპირდი. ტიროდა გოგონა და თან ოქროსფერ თმებს იჭრიდა, მზის სხივებზე აწყობდა. მზე ნელ-ნელა აკიაბდა, სხივები ათამაშდნენ. ნელ-ნელა წამოდგა ტახტიდან და მაღლა ავიდა. მზემ გოგონას მადლობა გადაუხადა და დატოვა სამყოფელი. ცრემლების მალვით გამოვიდა გოგონა სასახლიდან. მივიდა თავის მეგობარ ირემთან, ყელზე მოეხვია. შემდეგ ერთად გამოემართნენ სახლისკენ. გზად ბედნიერ ხალხთა შეძახილები ესმოდათ. გადმოიარეს 7 ფენაღრუბელთა ქარავანი, 6 ოკეანე, 9 მთა და დაბრუნდნენ სახლში. ოთახში შესვლის თანავე გოგონა სარკეს მიაშურა, მაგრამ ჰოი საკვირველება.
კესანეს ისევ ისეთი თმები აქვს, ისევ ისე ლამაზად ანათებს მისი თმები. ამ დროს გაიღვიძა თაია და გოგონებთან დედიკო შემოვიდა. გაიღვიძეთ გოგონებო. დედამ ორივეს შუბლზე აკოცა. ბავშვებო, სწრაფად მანქანაში სამსახურში მაგვიანდება. მოესმათ გოგონებს მამას ხმა. საღამოს თბილად მოკალათებული კესანე ლამას სიზმარს უყვებოდა დედას, მამას და პატარა თაიას.